მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ხვდებით ჩვენ ერთმანეთს. შემოსული არის კითხვა, რომელსაც მთლად კითხვას ვერ დავარქმევდი, ეს უფრო პასკვილური ტიპის შემოგდებული თემა შეიძლება იყოს, მაგრამ რადგან საუბარი მოხდა და რადგან აინტერესებს ადამიანს ამ თემის წამოჭრა, თავს ვალდებულად ვთვლით ჩვენ ამ თემაზე რამოდენიმე წუთით ვისაუბროთ. საუბარია ხელმოწერებზე, რომელსაც ჩვენ ხშირად ვახსენებთ 1,907,000 ხელმოწერაზე და მის საფუძვლად ჩატარებულ სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე და მის ლეგიტიმურობაზე. აღნიშნული პიროვნება გვედავება, გვეკამათება, რომ რამდენად არის ეს ლეგიტიმური, მაშინ როდესაც ეს წლების წინ არის შეგროვილი ეს ხელმოწერები, წლების წინ არის ჩატარებული ეს ყრილობა და იქნებ ის ადამიანების რაღაც ნაწილი, ასე ვთქვათ, აზრს იცვლის, ბუნებრივად ნაწილი ადამიანებისა, ვისაც ხელი ჰქონდა მოწერილი და მონაწილეობა ჰქონდა ამ ყრილობის ორგანიზებაში თუ ჩატარებაში, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული, გარდაიცვალნენ სამწუხაროდ და რამდენად არის ეს ლეგიტიმური, რამდენად ინარჩუნებს ლეგიტიმურობას უფროსულად. ამ კითხვაზე პასუხი რო გავცეთ, ჩვენ ცოტაოდენი ისტორიული წიაღსვლა ჩვენი ახლო ისტორიის წიაღში მოგვიწევს დროებით გადაბარგება. გავიხსენოთ, როგორ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობა მეფის რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. 1917 წელს რუსეთის იმპერიის ფარგლებში, მის სიღრმეში, თავად რუსეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების შემდეგ მოხდა იმპერიის ჩამოშლა და მის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნები, ასე ვთქვათ, აღმოჩნდნენ მიტოვებული, ასე ვთქვათ, აღმოჩნდნენ დამოუკიდებელად იმპერიისგან, მაგრამ რაიმე სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობილი არ იყვნენ. იმ პერიოდში შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც თავიდანვე გასაგები იყო, რომ დიდხანს ვერ გასტანდა მისი არსებობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონფედერაციულ წარმონაქმნში შედიოდნენ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სრულიად განსხვავებული ისტორიის, სხვადასხვა კულტურული მიმდინარეობების და სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების ქვეყნები. მალევე მოხდა მისი ჩამოშლა, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, თავისი პროცესები ჰქონდა, რომელმაც გამოიწვია მისი დაშლა და 1918 წელს უკვე საქართველოს ღებულობთ საქართველოს დამოუკიდებლობას თავისი ხელისუფლებით. ამ პროცესის გაფორმება ხდება ეროვნულ კრებაზე, რომელიც გახდა წარმომადგენლობითი ორგანო. მაშინ მონაწილეობას იღებდნენ იმდროინდელი პარტიის წარმომადგენლები, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლობა და 1921 წელს უკვე რუსული საბჭოთა იმპერიის ინტერვენციის შემდეგ ხდება ამ ხელისუფლების დამხობა და პრინციპში უკვე იმ მდგომარეობაში, როდესაც ხელისუფლებაში უკვე დამხობილადაც კი შეიძლება იყო ჩათვლილი, იმიტომ რომ თბილისიდან უკვე გასულია და მიემართება ევროპისკენ, აი ამ მდგომარეობაში ღებულობენ ისინი კონსტიტუციას, რომელ კონსტიტუციაზე დაყრდნობითაც შემდეგ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობა ემყარებოდა და შემდეგ უკვე ზვიად გამსახურდია ხელისუფლებამ, სწორედ ამ კონსტიტუციაზე დაყრდნობით გამოუაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ახლა იმის შეხსენება, რომ 1918 წელს იმ პირებიდან აღარავინ აღარ იქნებოდა დარჩენილი ცოცხალი, ამას ახსნას აღარ დავიწყებთ, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ 70 წლის წინ მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ეს უკვე მრავლისმეტყველია. შემდეგ ხდება რა? 99 წლიდან, 2000 წლიდან ვიწყებთ ჩვენ ხელმოწერებს, პარალელურად გავავლოთ, გრძელდება ეს დაახლოებით 14 წელი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე გავაახლეთ ამ
ხელმოწერების შეგროვება, პირველად ის ხელმოწერები და ჩატარებული ყრილობების შემდეგ კვლავ მოხდა ხელმოწერების შეგროვება და ბოლო ეროვნული ყრილობა ჩატარდა 2014 წელს. რომელმა ყრილობამაც ამ 1,907,000 ხელმომწერის საფუძველზე მიიღო შესაბამისი დადგენილებები, შემდეგ გაგაცნობთ რაზე ქონდა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ხელმოწერილი და ჩვენ დღემდე ვეყრდნობით ამ სამართლებრივ საფუძველს, ამ სამართლებრივ საბუთს. იმისთვის, რომ ამ საბუთმა ძალა დაკარგოს, მაშინ ზუსტად იგივე რაოდენობის მოსახლეობის წარმომადგენლობა უნდა შეაგროვოს ხელმოწერა, რომ აღარ უჭერს ხარს მის მიერ წინარე პერიოდში შეგროვებულ ხელმოწერებით გამოხატულ იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს, უნდა შეიკრიბოს ეროვნული კრება, იგივე ეროვნული ყრილობა და მიიღოს შესაბამისი დადგენილება. სხვაგვარად ამ სამართლებრივი საფუძვლის იგნორირება, ამ სამართლებრივი საბუთის გაუქმება შეუძლებელია. ახლა სხვა მაგალითაც მოვიდა, მაგალითად ბატონი შევარდნაძის ხელისუფლების დროს იქნა ძალიან ბევრი გადაწყვეტილებები მიღებული, ძალიან ბევრი ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა, ბევრი ვალდებულებების აღება, მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების, როგორც მაშინ და ახლაც მოიხსენიებენ მიმართ და ის ხელმოწერები და ის ვალდებულებები დღემდე ძალაშია. მიუხედავად იმისა, ბატონი შევარდნაძე რომ დიდი ხანია აღარ არის ამ ქვეყნად და მის ხელმოწერილ საბუთებს დღემდე ძალა აქვს და საქართველო ვალდებულია აი ამ ვალდებულებების შესრულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე აღარ არის. ამდაგვარად საკითხის დასმა, რომ ვიღაც გარდაიცვალა და ახლა ამიტომ ამ საბუთმა ძალა დაკარგა, პირად რო ვთქვათ, არასწორია. შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოხდა საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გასხვისება, გაყიდვა, იმ პროცესის დაწყება უკავშირდება სწორედ შევარდნაძის ხელისუფლებას. რასაც შემდეგ თავისი გაგრძელება მოყვა მისი სამართალმემკვიდრე ხელისუფლებების დროს და დღეს მოვვალეთ იმ მდგომარეობამდე, რომ ქვეყანა გაყიდულ გასხვისებულია, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე სხვაზეა გადაფორმებული, სწორედაც იმ ხელისუფლებების ხელმოწერის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, იმ ხელისუფლებების ამრჩევი მოსახლეობის რაღაც ნაწილი გარდაიცვალა თუ არა, აზრი შეიცვალა თუ არა, ამ საბუთებს მაინც თავისი ძალა აქვს და ეს ვალდებულება საქართველოს აქვს და მისთვის ამ ვალდებულების მოხსნაზე არავინ არ ფიქრობს იმის გამო, რომ დაუშვათ ის ხელისუფალი აღარ არის დღეს ცოცხალი. და დღეს მივიღეთ ის მდგომარეობა, როდესაც პორტები სხვის ხელშია, მიწები სხვის ხელში გადადის, სტრატეგიული ობიექტების ნაწილი წინა ხელისუფლების დროს გადავიდა რუსული კომპანიების ხელში, ზოგი რამ არის ბრიტანეთის ხელში, ამერიკის ხელში, გერმანიის ხელში, საფრანგეთის ხელში, არაბული კომპანიების ხელში. ერთი ქართული კომედია ფილმი მახსენდება, შერეკილები ყველას გვაქვს ნანახი, აი გაკოტრებული ოჯახი თან როგორ მეა ყველას თავისი ზვალი, ზოგს მუთახა, ზოგს ძველი საცერი და ზოგს რა და ზოგს რა. აი დღეს მოვედით აქამდე რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ეხლა როგორ უშველოთ ამ ქვეყანას? კონსერვატიზმი თავისთავად შეიძლება ცუდი არ იყოს. მე ხა კონსერვატიზმზე იმიტომავლაპარაკდი, რომ ეს ბატონი თუ ქალბატონი როგორ ჩანს კონსერვატიული მოძრაობის მომხრეა და იმ პოზიციიდან გველაპარაკება, მაგრამ კონსერვანტები ზოგჯერ მომწავლელია ხოლმე და ასეთივე მომწავლელი შეიძლება აღმოჩნდეს ეს კონსერვატიული იდეები ქართული საზოგადოებისთვის. აი ამ თემაზე გვინდა ვილაპარაკოთ დღეს. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მოდი უფრო სხვანაირად მიუდგებოდი ჯემალი ამ საკითხს, რომ თქვათ და წინასწარ განზრახვა არაა ჩადებული და გულწრფელადაც შეიძლება გაჩნდეს არა ასეთი კითხვა. გადის დრო და დრო თავისებურად თავისას ამბობს ყოველთვის. რაღაც დროში იძველდება და არის რაღაცები, რაც არ ძველდება დროში. თავის მნიშვნელობას ყოველთვის ინარჩუნებს.
თუ ერი არსებობს და ერი არსებობს, ერის ისტორია, რაც ცნობილია, რაც ვიცი დოკუმენტურად, რაც საბუთდება, მანამ ეს ერი არსებობს, ეს ისტორიაც უეჭველად იარსებებს და ღირებულებას არ დაკარგავს, რაც დრო გავა, კიდევ უფრო ძვირფასი, კიდევ უფრო ფუნდამენტური გახდება. იმიტომ რომ ერი უნიადაგოდ ვერ იქნება, ერს საზღვრები ჭირდება, გააჩნია, უნდა ჰქონდეს თავისთავად ცხადია, ანუ ისტორიული მიწაწყალი და ეს ისტორიული მიწაწყალი არ არის გუშინდელი დღე. ზოგიერთისთვის ეს არის ათასობით წლის მიღმა პერიოდიდან დაწყებული, ზოგი ახლად შექმნილია. ისტორია თავისი წერილობითი, ღია ფორმით, თავისი ეთნოგრაფიით და ასე შემდეგ, თავისი კრებითობით. ისტორიული მეხსიერება სწორედ საბუთებს ეყრდნობა და არსებობს ესეთი საკვანძო ტიპის საბუთები, რომელთა გაუქმებაც შეუძლებელია არ მოხდება, მაშინ ის ერი უკვე აღარ უნდა არსებობდეს და აღარ ექნება მაშინ მას მნიშვნელობა. ისეთი, როგორიც ყოფიერ მდგომარეობაში გააჩნია ასეთი ტიპის საბუთებს. ამიტომ ის ადამიანები აღარ არიანო და ანდაც შეიძლება აზრი შეიცვალესო, ეს საკითხები ასე არ მუშაობს. შემთხვევით არ არის, რომ ამოუწიეთ სწორედ ეს საკითხი 70 წლის მერე ეროვნული განმათავისუფლებელმა მოძრაობამ წამოსწია და საქართველოს დამოუკიდებლობა საფუძვლად დაედო 1918-21 წლების მიღებული კონსტიტუცია, რომელიც წარმოადგენდა თავისი დროის უმაღლეს დოკუმენტს, უმაღლეს სამართლებრივ დოკუმენტს, იმდენად გამართული, იმდენად მოწინავე იყო თავის დროში, რომ მსგავს რამეს დედამიწაზე ვერც ვიპოვდით, ვერც თავად ევროპაში. ესეთი დოკუმენტი გააჩნდა, ჰქონდა ქართველებს თავისი ისტორია, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ჰქონდა ეს დოკუმენტი შექმნილი, რომელი დოკუმენტითაც ეს გვირგვინი იყო ამ მოკლე პერიოდის დამოუკიდებლობის, მაგრამ საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ასე წარვდექით მთელი სოფლიოს წინაშე. და დღესაც დავა კამათი რომ წავიდეს ჩვენ დამოუკიდებლობაზე და სახელმწიფოებრიობაზე, ჩვენ ისე უნდა დავეყნოთ იმ დოკუმენტს. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი თუნდაც 100 წლის მერეც რომ მოხდეს შემოდავება. და ის სხვა საკითხია რომ ეხლა მრავალწლოვანი საუკუნეობრივი ისტორია გვაქვს ჩვენ სახელმწიფოებრივი. ეს სხვა თემა, ამაზე ვერ დავეყნოთ. აი ის დოკუმენტი, რომელზეც უნდა დავეყნოთ, არის რომელიც მიიღო ეროვნული კრების მიერ არჩეულმა იმ ხელისუფლებამ და დამტკიცებულმა ხელისუფლებამ. ხო ასეა? ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენს თანამედროვეობაში ჩატარებულ ეროვნულ კრებაზე, ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც პლუს ეყრდნობოდა და მისი სამართლებრივი სტატუსი კიდე გამტკიცებული იყო 1,907,000 ხელმომწერის იმ დადასტურებული გამოხატული სუვერენული უფლებით. კი ბატონო, ესე იგი აქ უბრალოდ იმის შეჯამება მინდოდა, რომ არსებობს ისეთი ტიპის დოკუმენტები, რომლის აშლაც და ამოშლაც არის შეუძლებელი, წამგებიანი და ერისათვის გამანადგურებელი და დიახაც ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ყოველთვის იმ ფუნდამენტებს არ დაივიწყებს, გავიხსენებთ და დავეყრდნობით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენდეთ იმას, რაც ვართ, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა და ასე შემდეგ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არავინ აღარ იყო ცოცხალი, შემდეგ შეიძლება აზრიც ბევრმა შეიცვალა, ან არ შეიცვალა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეს დოკუმენტი არსებობდა და გამოვიყენეთ. ახლა რა მნიშვნელობა აქვს აი ამ დოკუმენტს და მართლაც ესაა პრობლემა, რომ ვიღაცამ შეიძლება აზრი შეიცვალა, ანდა ცოცხალი აღარ არის, თუ აქ საკითხი სხვა რამეშია, რატომ ხდება აი ამ უზარმაზარი დოკუმენტის გვერდზე გადადება და იგნორირება. მოდი მანამ ამ თემაზე ცოტა უფრო ფართო მსჯელობას დავიწყებდით, ზურა იქნება წაბეკითხა და გავახსენოთ ჩვენს სმენელს. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენ სმენელს მაყურებელს. შევახსენებთ, მაგრამ ასეთაც შეაგროვა ქართველმა ამორჩევლებმა ხელმოწერები.
მოგმართავთ ქართველი მწერალი აკაკი ჯორჯაძე. ვაცხადეთ მოვლენა ჟამია ამ აზროვნებით, ამ გზით, დროში ჩვენი დაყოფა არის გადაწყვეტილი. და თუ ვამჩნევთ, ასეც მიდის ჩვენი საქმე. მაგრამ გვაქვს გადარჩენის შანსიც. სწორედად გადარჩენისთვის, რაც ერთადერთი გზა და საშუალებაა, გთავაზობთ საქართველოს ნეიტრალიტეტს განსაკუთრებული სტატუსით, არც ჩრდილოეთი, არც დასავლეთი, ამერიკა, ნატო და სხვა, არამედ ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად. უფლებრივად დაცული იქნას პრინციპი. საქართველოში წარმოშობით ქართველი მასპინძელია. ანუ საქართველოს განაგებს ქართველი ერი ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე. რომ საქართველო თავის ისტორიულ, ტერიტორიულ ფარგლებში თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით, სხვა სულიერ მატერიალური ფასეულობებით წარმოადგენს ქართველი ერის საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა გასხვისების უფლება, რაც დღეს ხდება მეგობრებო, არავის აქვს. პირიქით, გაცემული, მითვისებული, გაყიდით გასხვისებული წართვეული ტერიტორიები უკან უნდა დაბრუნდეს. მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს ჩვენი და კაცობრიობის გადამჩენელი ახალი სისტემით. სამართლებრივი საკითხის გადასაწყვეტად ხელისუფლება გადაეცეს ერს, მის უმრავლესობას, წარმომადგენლობას, სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც საწყისისთვის აირჩევს და დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას, განსაზღვრავს ახალი არჩევნების ჩატარების ვადებს, ახალი სისტემის მოთხოვნების შესაბამისად. ეს დოკუმენტი შევახსენეთ ჩვენ მსმენელს და ამ მომრჩეველს. რა ვიცი, რა უნდა იყოს საწინააღმდეგო, ჩემო მეგობრებო, ავაგრძელოთ ამ კუთხით მსჯელობა. როგორ არის იცით, წყალწარგებული ხავს ეჭირებოდაო და ადამიანი, როდესაც არის განსაცდელში, ცდილობს რომ რაღაც გამოძებნოს, რასაც ჩაეჭიდება და გადაეჩენს თავს. ერთსაც თავისი გადარჩენის ინსტინქტები ამოძრავებს და წესით დღევანდელ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქართველი ერი უნდა ეძებდეს, გამოსავალს, როგორ გამოვიდეს დღევანდელი მდგომარეობა. აი სწორედაც მე როცა დასაწყისში ვთქვი, რომ ეს უფრო პასუხისმგებელი ტიპის შემოხმიანებაა, მეთქი ასეთი განწყობა დამიტოვა სწორედაც იმან, რომ რატომ უნდა ქონდეს ქართველ ადამიანს აი ამ ყველაფრის საწინააღმდეგო რამე. იცი, მართლაც ეს რომ მარტო ხავსი იყოს, მაინც უნდა ჩაეჭიდო, ხო, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ჩანს და მით უმეტეს რომ ეს არანაირი ხავსი არ არის, ეს არის სრულიად ჩამოყალიბებული, სრულყოფილი სამართლებრივი საბუთი, რომელსაც უნდა დაეყნოს ქართველი ერი, რომლითაც უნდა იბრძოლოს და ეს პარალელურად აუქმებს ყველა იმ ხელშეკრულებას, ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც წინარე თუ დღევანდელ ხელისუფლებებს აქვთ ხელი მოწერილი და აქვთ აღებული ეს ვალდებულებები. იმიტომ რომ ერისნება უზენაესია და იქვე ყრილობაზე გამოცხადებული იქნა რომ თუ ხელისუფლებები, რომლებიც იმ დროს იყო, ან იმ შემდგომ იქნებოდა, არ დაემორჩილებოდა ერის უმრავლესობის ნებას, მაშინ ისინი ავტომატურად თავს ჩაიყარებდნენ კანონგარეშეთ, ანუ იქნებოდა დიქტატორული ხელისუფლებები. დიქტატორული ხელისუფლებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და აღებული ვალდებულებები და მოწერილი ხელშეკრულებები ავტომატურად ითვლება კანონგარეშეთ და ჩაითვლება კანონგარეშეთ. აი ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც შეიძლება ქვეყანას მოხსნას ის პასუხისმგებლობები, რომელიც ხელოვნურად დააკისრეს მას და მოახვიეს თავს. და ჩვენ ახლა უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვახდინოთ ამის რეალიზება. და არა ის, რომ ერთმანეთს ვედაოთ, არის თუ არა ეს ლეგიტიმური. ეს ლეგიტიმურია, ამაზე თვით მოწინააღმდეგეები, დიდი მოწინააღმდეგეებიც კი ვერ კამათობენ, რომ ლეგიტიმურია თუ არა ეს საკითხი საერთოდ ვერ ისმოდა ვერავისმა. ეხლა რატო დაისვა ეს ასე ვთქვათ, ეს საკითხი ერთი შეხედვით თითქოს ჩვენი თანამოძმე, თანამოაზრე, ყოველ შემთხვევაში კონსერვატიულ აზრებში და ასე შემდეგ რაღაც საერთო გვაქვს. და რატო დაისვა იმ მხრიდან აი გარი გაუგებარი და თანაც ამ დროს. კარგით, მაშინ აი უფრო მეტი სინათლე რო შევიტანოთ კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, საკითხის არსში. დრო იცვლება, რა თქმა უნდა და
საყრდენი სამართლებრივი ელემენტებიც გარკვეულ ტრანსფორმაციას დროში განიცდის, გარკვეულ ცვალებადობას განიცდის. კერძო საუბარშიც ჰქონდა ამის თაობაზე შეიძლება რომ წარსულ საუკუნეებზე თუ ვიმშელებთ, იქ უეჭველად მეფე მთავრების საკითხი ამოიწევს. ჩვენი მეფე მთავრები, ჩვენი ერთი იყო მეფე თუ რამდენიმე სამეფო სამთავრო იყო, ქართული სივრცე რას წარმოადგენდა, როგორ იყო და ასე შემდეგ და ის ისტორიული მიწაწყალი საკითხები, ისტორიული კულტურული საკითხები და ასე შემდეგ, როგორ რის საფუძველზე უნდა შევიმეცნოთ და გადავჭრათ და გადავწყვიტოთ რა. მაგრამ დრო რომ შეიცვალა საერთაშორისო მსოფლიო კანონი დღესდღეობით, რაც გაბატონებულია, ეს არის დემოკრატიის კანონი, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ხალხია ხელისუფლების წყარო, რომ ხალხი ახორციელებს თავის ნებას არჩევნებით, რეფერენდუმით, პლებიცისტით და ხელისუფლების წყარო ხალხია და საით უნდა წავიდეს ქვეყანა, ეს არის დემოკრატიის უზოგადესი კანონი. ამას ვერავინ ვერ აღუდგება წინ, ანუ თანამედროვე ლეგიტიმაციის უმაღლესი ფორმა არის დემოკრატია და არა ის თუ ესა თუ ის მმართველი რა გვარისა არის. ვარონული მართვის, დიდებულთა მართვის ეპოქა წასულია, დღეს დღეისობით მსოფლიოში არის დემოკრატიული პრინციპით მართვის და დემოკრატიული პრინციპით ქვეყნის მომავლის განსაზღვრის უმთავრესი წესი. ჩვენ მრავალ სამართლებრივ საფუძველს ვეყრდნობით როგორც ქვეყანა, თქვით კიდეც, რომ ეროვნულ განმათავისუფლებელმა მოძრაობის წარმომადგენლობამ რას დააფუძნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაგრამ დრო გრძელდება, მიმდინარეობს, პროცესი არ არის ხო გაშეშებული, პროცესი მიმდინარეობს და იმ სისტემაში, სადაც ჩვენ აღმოჩნდით, ინფორმაციაში, სადაც ჩვენ აღმოჩნდით, ახლა ღიად უნდა ითქვას, რომ აღმოჩნდა ისე, რომ ქვეყანა ბაზარზე გაგვატაინეს და გაგვაყიდინეს და გაგვიყიდეს. ღიად და პირდაპირ ეს არავის არ უთქვია, კეთილი დაპირებები იყო, რაღაც ასე იყო თუ ისე იყო და შემდგომ პროცესი ისე წავიდა, რომ ფაქტობრივად უცხო კორპორაციების ხელშია გადასული საქართველოს სულიერ მატერიალური დოლარი და სინდიკი. ეს არის ფაქტი. ეს რომ უკან დაიბრუნო, ამისათვის გჭირდება უდიდესი სამართლებრივი ბაზა. აი სამართლებრივი ბაზა შექმნილია 1,907,000 ადამიანს აქ ხელმოწერით გამოხატული ნება, ესე იგი დემოკრატიის მსოფლიო უძირითადესი კანონის ძირითად ნაწილს შეიცავ. ერის ნება გამოვლენილი და ეს გვაძლევს იურიდიულ სწორედ იმ საფუძველს, რომ შემდგომში ის უპირობოდ დავიბრუნოთ, რაც ერის არსებობისათვის არის აუცილებელი. ეს საკითხი გადაჭრილია, ნება გამოხატულია, ასევე პოლიტიკური ორიენტაციის საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი და ნეიტრალიტეტის შესახებ ბევრი გვაქვს ნასაუბრები, ახლა აღარ შევეხები ამ თემას. ეს ორი უძირითადესი ქვაკუთხედია ჩადებული ერის გადარჩენისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის. ნებისმიერი პატრიოტული ძალა დღეს რო თავი გადავირჩიოთ, ესე იგი ერის რესურსი უკან დავიბრუნოთ, პოლიტიკური ორიენტაცია გავასწოროთ და გადავრჩეთ ნებისმიერ ეროვნულ ძალას ეს იურიდიული დოკუმენტი აძლევს უზარმაზარ იურიდიულ საყრდენს. ჩვენ თუ ამ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ეროვნული ყრილობების მიერ არის განმტკიცებული, გვერდზე გადავდებთ, არ გავიხსენებთ. ხაზს გადაუხსავთ. ნებისმიერი ეს ეროვნული განწყობის პოლიტიკური ერთობა ფაქტიურად თავს საფუძვლის გარეშე იყენებს. რას უნდა დაეყრდნოს მაშინ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა.
არჩევნებს? არჩევნები ამ სისტემაში იმგვარად ტარდება, რომ მე ყველა იმას ვტირიოთ, ფული არ მქონდა, ვერ მივიღე მონაწილეობა, ისე თავად იწვიეს, როგორც ტარდება. ამას ხო, თავარი კონსერვატიული ახალგაზრდული ნაწილი სწორედ მაგიტომ თვლიდა თავს დამარცხებულად, რომ მოუმზადებლები შევედი თუ არ მქონდა ფული და ასე შემდეგ. კი, ფულის სისტემაში უფულო ჩესული ეროვნული მართალი ძალა არ გამოდის გამარჯვებული. უბრალოდ ერთი ორგანიზაცია თუ არის და რაღაც კარგი იდეები აქვს, მორჩა და გათავდა, მეტი არაფერი. მის რეალიზაციას ის ვერ ახდენს. ეს ამართლებრივი საფუძველი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ნებისმიერ ძალას აძლევს, ეროვნულ ძალას აძლევს საშუალებას, რომ მას დაეყნოს და იმოქმედოს და საკითხი დააყენოს ისე როგორც საჭიროა. თვით ხელისუფლებასაც, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი რიგი ხელშეკრულებები, რაც დადებული, ეს იყო კაბალური, ეს იყო ყოველგვარი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო, იმიტომ რომ მასონურ კოსმოპოლიტურ კაპიტალისტურ სისტემაში შევედით, სადაც ქვეყანა უნდა გაგვეტანა საერთაშორისო ბაზარზე, ეს გაგვაკეთებინეს, გაგვაყიდინეს, მიგვაღებინეს კანონები თუნდაც მიგრანტების თაობაზე, პასუხისმგებლობები აგვაღებინეს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ხელშეკრულებებზე, რომელიც იყო აბსოლუტურად კაბალური და ჩვენი ეროვნული ეკონომიკის გამანადგურებელი, აქ ლაპარაკია თუნდაც დიდ მეგობარ მეზობლებს რო ეძახით და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში, თუნდაც 2019 წელს ჩვენი ხელისუფლების საგარეო უწყების მიერ ხელმოწერილი პასუხისმგებლობით როგორ უნდა მოეპყრათ მიგრანტებს და როგორ უნდა აუშენოთ და როგორ უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს არის კოსმოპოლიტური გზა, სადაც ერმა უნდა დაკარგოს თავის სახე, უნდა აღირიოს და ასე შემდეგ. აი ამ პასუხისმგებლობებიდან, იმ ვალდებულებებიდან რომ გამოვიდეს მმართველი ძალა, ნებისმიერი ხელისუფალი, თუ კი მას ეს უნდა, სწორედ ეს სამართლებრივი საფუძველი არის ძალიან ნათელი, კონკრეტული, ზედმიწევნითი, ფაქტიურად მომავალი მართლაც ქართული და ახალი სისტემისათვის საჭირო კონსტიტუციის წყარო და საფუძველი. ნებისმიერი პუნქტ ჩავყვეთ ახლა. პრობლემა რაშია? პრობლემა იმაშია, რომ რამდენად ვართ ქართული ძალები. კი კონსერვატორი ვარ, კი ეროვნულს ლაპარაკობ, არა. სინამდვილეში რამდენად ვარ მე ქართული. რამდენად ვარ გამოსული გარე გავლენებისგან. ვიცით რომ ნეიტრალიტეტზე იმპერიები, რომლებიც ეცვლებიან ამ გზაჯვარედინს ერთმანეთს, აქვთ ორი პროგრამა მაქსიმუმი ჩაიგდოს გზაჯვარედინი და თუ ვერ იგდებს სხვა მათ ჩაიგდოს. ანუ მინიმუმზე შეთანხმება, რომ შეთანხმდე საქართველოს ნეიტრალიტეტზე და თვითონ საქართველოს შეუწყოს ხელი, რომ ამგვარი ტიპის შეთანხმება მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენს მიმართ, ეს იქნება ყოვლად მისაღები პირველ რიგში ჩვენთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც და აქვთ პროგრამა მაქსიმუმები. ახლა თუ ის კონსერვატიული ძალა, ეს ზოგადად საუბრობ და არა კონკრეტულად ამ შემთხვევაში, წარმოადგენს გარე დაქვემდებარებულ წარმომადგენელ პოლიტიკურ ანკლავს, მაშინ ეცდებიან არ გაამახვილონ ყურადღება ნეიტრალიტეტის მიმართულებით და იმუშაონ გარე მეზობელია თუ რომელიმე დიდ ველიკო ძერჟავაზე იმუშაონ მის მაქსიმუმზე. რომ ესე იგი საქართველო ინტეგრირდეს ან ჩრდილოეთთან, ან დასავლეთთან, ან აღმოსავლეთთან, ან სამხრეთთან. მისი პოლიტიკის ნაწილი გახდეს. აი ჩვენ ახლა ხო გვაქვს გაფორმებული კონსტიტუციურად ასე გვაქვს ჩაწერილი, რომ საქართველო უნდა ინტეგრირდეს ნატოში, უნდა გახდეს და დასავლეთის ნაწილი უნდა გახდეს, არა? ესე იგი ის კი არა რომ დასავლეთი დავითანხმოთ იმაზე, რომ საქართველო იყოს ნეიტრალური, თანაბრად კეთილმეზობლურად ააგოს ურთიერთობები და თუ კი რაიმე სიკეთე უნდა დასავლეთთან მიიღოს ტრანზიტით და აღმოსავლეთთან ურთიერთობის ამ უმოკლესი დამაკავშირებელი ხაზით, არა? არავის საწინააღმდეგო, არამედ ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლური ურთიერთობებით ამაზე ვისაუბროთ ჩვენ დასავლეთთან, ასევე ჩრდილოეთთან, ხო? ამიტომ როდესაც ჩვენ ნეიტრალიტეტის საკითხს ვმალავთ და არ ვეთანხმებით იმ თავფურცელის პირველ ნაწილს, საგარეო პოლიტიკურ კურსს, აქედან ისმება კითხვა, რომ მაშინ ვიზე ვმუშაობთ, ვის მაქსიმუმზე ვმუშაობთ, ჩრდილოეთის მაქსიმუმზე ვმუშაობთ, თუ დასავლეთის მაქსიმუმზე ვმუშაობთ, თუ სამხრეთის, თურქეთის, თუ
რომელიც მაქსიმუმ მოთხოვნაზე მუშაობთ, რომელი დიდი სივრცის მაქსიმუმის მოთხოვნაზე მუშაობთ. და ეს მაქსიმუმი არის ჩვენი ეროვნული თვითყოფადობის შეუთავსებელი, საზიანო, სხვისი ნაწილი ხდები. და ხო გირჩევია შენ თავი რომ შენადრო გეყუდოდეს, არ გახდე მისი ნაწილი, არამედ მასთან თანაბრად და კეთილმეზობლურად ააგო შენი ურთიერთობები. დრომ ეს მოიტანა. ხო, ამიტომ აი რატომ ხდება ამ ხელმოწერების და მყრილობის დადგენილებების იგნორირება, იმისი ახსნა გვინდა. იმიტომ კი არა რომ ის ხალხი ზოგი ცოცხალი არ არის და რაღაც. ან შეიძლება მე აზრი შეიცვალა. მიზეზი ეგ არ არის. მიზეზი სწორედ იმაშია რომ აი ეს ძალები რომელიც ძერჟავის მაქსიმუმზე მუშაობთ. არ ჯობია რომ ის მინიმუმზე ვიმუშაოთ, ანუ ეროვნულ საქმეზე ვიმუშაოთ, ეროვნულ ორიენტაციაზე ვიმუშაოთ. ეს ერთი ბლოკი. და მეორე ასევე ძალიან მთავარი თუ არა უმთავრესი, იქ სადაც არის პირდაპირ აღნიშნული, რომ საქართველოში ქართველია მასპინძელი. უფლებრივად ეს ასე უნდა იყოს და მიწა, წყალი, წიაღისეული, სულიერი მატერიალური ღირებულება წარმოადგენს ქართველი საკუთრებას და იგი უკანა დაბრუნდეს, აღარ გავაგრძელებ. აი ეს კიდევ ეწინააღმდეგება არსებულ კაპიტალისტურ, მასონურ, კოსმოპოლიტურ წესწყობილებას და იმ ცნობიერებას, იმ ყოფიერებას, რაც დაგვიმკვიდრეს. რა ყოფიერებაში ცხოვრობთ? ვიყიდე და ჩემია. ჩვენ ვერ მივხვდით რა ყოფიერებაში შევედით. არ მიეცა ამას საჭირო განმარტება. ჩვენ გოგონა კომუნისტური წყობიდან რო გამოდიოდით, განვითარების მაღალ საფეხურზე ავდიოდით. ასე გვეგონა, არა, სინამდვილე რა არის? სინამდვილე არის ის, რომ ჩვენ შევედით ისეთ ფორმაციაში შეგვიყვანეს, სადაც არის ფულიანის ბატონობის განუხრელი პრიმატი. ამ ფულიანის ბატონობის განუხრელმა პრიმატმა გააუქმა ძველი ისტორიული ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ეს მათი სურვილია და ეს სურვილი რამის ბოლომდე ყავთ მიყვანილი, მით უმეტეს ჩვენგან. და ასე ფორმულირდება და ასე ყალიბდება თანამედროვეობაში, რომ ვიყიდე და ჩემია. დამთავრდა ეგ შენი ისტორია, ეგ ძველი, ეგ წავიდა. აი ახალი ის არის, რომ მესაკუთრი ახლა მე ვარ რაღაც ტრანსნაციონალური კორპორაცია და მე მეკუთვნის ოქროს საბადო დავუშვებ. ვარ ოლიგარქი. ჩემ ხელშია ოქროს საბადო, ჩემ ხელშია ბრიტის პეტროლი ვარ და აი რაც ნავთობია მე ვიღებ, მე მიმაქ, მე ვიხმარ. პორტები, აი კორპორაცია ვარ რაღაც არაბული თუ ისის და ფოცისპორტი ჩვენია. მოგება ჩვენი, ახლა ჩვენია ვყიდულობ და ვიცი ყიდის იმისია. რა სამშობლო მოქმედი კანონებით, ამ სისტემის მოქმედი კანონებით ისინი მართლებია. და თუ არ გამოვართ ამ კანონებიდან ფორმაციული რანგის ცვლილებებზე თუ არ წავალთ, ჩვენ ყველაფერს ვკარგავთ, იმიტომ რომ ამ სისტემაშიც აღმოჩნდა რომ არიან რა მოდგმა ერები, ქვეყნები, რომლებსაც რაღაცნაირად ისე დაეწყო ეს ყველაფერი, რომ მათ ხელში არის ფინანსები, მათ ხელში არის ფინანსები კი ბატონო და ხელ ეწიფებათ რომ მე ამ თავისუფალი კაპიტალის დედამიწაზე გადაადგილების საშუალებით ანუ შესაბამისი კანონებით რაც მიგვაღებინეს ყველგან გახდნენ იმის ბატონ პატრონი რიზის სურვილიც აქვს და სადაც უჭირთ იქ დემოკრატიისთვის პატარ-პატარა ომებსაც აჩაღებენ ეგ საკითხის კიდევ სხვა მხარეა ესე იგი ვიყიდე და ჩემია. ამის საწინააღმდეგო შემოდის უკვე ახალი იდეა. ქართველია მასპინძელი საქართველოში და მიწა წყალი წიაღისეული ქართველი ერის სამარაცო საკუთრებას წარმოადგენს. ეს არის საკუთრების ახალი ფორმა, ჩვენ ვიცით, კერძო სახელმწიფო კოლექტიური ამხანაგური და შერეული საკუთრების ფორმა, მაგრამ არ ვიცით ეროვნული საკუთრების ფორმა, ეს ახალი. ამაზე თუ კი ვინმეს ნებავს დავუსწრეთ და ვიმსჯელოთ. ნუ ყველაფერი ვერ დაეტევა რა თქმა უნდა საეთერო დროში. ბევრია ბატონაკაკის არიან ნამსჯელიც, მოწოდებულიც. და აი ამ მეორე უმთავრეს საკითხში თუ კი ამ ფორმაციის ბოდიშტ ხარ გავაგზავნე სანამ
ხო, ჩვენ გვახსოვს, რომ თავადვე განაცხადეს კონსერვატორებმა, რომ ჩვენ არ ქონდა სათანადო დაფინანსება შესაბამისი თანხები იმისთვის, რომ სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია გვეწარმოებინა და ამიტომ დავმარცხდით. ასე იყო, ხო? სისტემა, რომელშიც ფულია გადამწყვეტი, ვინ უნდა იყოს, არა ხალხის ნება და ერის უმრავლესობის არჩევანი, არამედ ფულია გადამწყვეტი, ვინ მოვა უმრავლესობაში და ვინ რამდენ ხმას მიიღებს. ის სისტემა შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი. სისტემაში, რომელშიც ფულიანი ოლიგარქი, როგორც დღეს ხშირად მოიხსენიებენ, ზის სადღაც შუშის სასახლეში იურიდიულად არანაირი სტატუსი არ გააჩნია გარდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეობის. და ამ დროს რეალური მმართველი არის ქვეყნის. ის სისტემა შესაძლებელი არის თუ არა. იგივე მდგომარეობა ზუსტად რაც საქართველოში არის, იგივე მდგომარეობა მსოფლიოში. აი ეს ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომელსაც შეიძლება ვახსენოთ, მათი მფლობელები, ის მილიარდები, ტრილიონერები, რომელთა ვინაობა ჩვენთვის შეიძლება ცნობილიც კი არ იყოს ზოგის, არიან კულისებში, თვითონ არ ჩანან, მაგრამ სოფლიო პოლიტიკას განაგებენ ისინი. რომელ ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფლება, რა კანონები უნდა მიიღოს, როგორ უნდა წარიმართოს იმ ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრება, განსაზღვრავენ და აპროექტებენ ისინი. აი ესეთი სისტემა უნდა შეიცვალოს თუ არა. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს სისტემის შეცვლა, კაცობრიობა უნდა აინაცვლოს საფეხურებრივად მაღლა და საქართველოს უნდა დაიწყოს პროცესი, რომლის დროსაც ქვეყანაში უნდა დამყარდეს ახალი დროის შესაბამისი და მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი ფორმაცია, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ტრადიციების გათვალისწინებით, ჩვენი რწმენის მართლმადიდებლური მორალის და ზნეობის გათვალისწინებით, აი ამ საფუძველზე იქნება დაყრდნობით. კარგი ბატონო, დავუშვათ, გავერთიანდით თელიერი, დავირასმეთ და ამ კონსერვატიული ძალების ხელისუფლებაში მოყვანას მოახერხეთ. მე რა ვშვიდით. აი როგორ უნდა წარიმართოს ქვეყნის ცხოვრება. ნუ კაია, ეხლა არც უკარგავთ იმ დამსახურებას დავუშვათ, რომ ძალისხმევა გაიღეს არაერთჯერ, რომ 17 მაისს ყოველწლიურად როცა გვაძალებენ გეი აღლუმების ჩატარებას, კონსერვატიული მოძრაობის ძალისხმევა მნიშვნელოვანია, რომ ჩაშლილი იყო ეს აღლუმები და საქართველოს სირცხვილი არ ეჭამა ერთი და მეორეს მხრივ ეს რო ტრადიცია და ჩამოყალიბებული იყო და არ დამყარებული. ამისთვის მადლობა. მაგრამ მარტო ის რომ ქართველი კაცი ოფიციალურად პატარძლო კაბას და ფატას არ დაიდგავს და არ გათხოვდება, ეს ქვეყანას თუ უშვედის. დღეს ქვეყანა ჩვენი აღარ არის, ქვეყანა დასაბრუნებელი გვაქვს და ზომებია გასატარებელი ამისთვის. როგორ რა მეთოდით აპირებენ ქვეყნის ცხოვრების წარმართვას. რა ფორმაციას უნდა დაეყრდნოს, რა ცხოვრების წესს, რა კანონებს უნდა დაეყრდნოს ქვეყანა. თემურგვაროვნულს, მონათლობელურს, ფეოდალურს, კაპიტალისტურს, თუ კაპიტალისტურს და რუსული ორიენტაციით უნდა ვიცხოვრო და იმ ვექტორზე უნდა გადავვარგდეთ, მაშინ გეტყვით, რომ რუსეთშიც სწორედად ის წყობაა და იქაც ეროვნული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ცალკეული ოლიგარქების ხელშია, ის კი არ აგერ ჩვენი ოლიგარქი რო ახსენეთ ეს. ამანაც იქ მოიპოვა ეს ქონება რიგითი რუსი მოსახლეობის და ცალკეული პიროვნებების ყოლეთვის თუ ძარცვის ხარჯზე. და დანარჩენი მოსახლეობა არის გაჭირვებული მდგომარეობაში, ნუ რაღაც პროცენტი ალბათ, ვინც უშუალო კავშირშია და ახლოს სამსახურში დგას აი ამ დაწინაურებულ კასტასთან. ნუ რაღაც საცხოვრებელი პირობები ნორმალურთან მიახლოებული ალბათ იმას აქვს. ძირითადი მოსახლეობა, რომელიც უქონელია, ვიტყოდი რომ აი არის სოფლები, სადაც ცხოვრება საერთოდ გაუსაძლისია და ამ მხრივ ჩვენ გაცილებით წინ მდგავართ ვიდრე ამ ხელა რესურსების ქვეყანა, როგორცაც რუსეთი წარმოადგენს, რომელიც 42-55% პლუს საერთო სოფლიო რესურსების. რუსეთშიც ზუსტად ის სიტუაციაა, რაც საქართველოში და დანარჩენ სოფლიოში.
ამდენად თვითონ ეს სისტემა ისეთ მძლავრ ქვეყნებსაც კი პრობლემას უქმნის, როგორც რუსეთი. თვითონ რუსეთის შიგნიდან მისი ქონება, მისი შემოსავლები გაედინება ქვეყნის გარეთ. ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ეკვივალენტი თანხები გაედინება ოფშორულ ზონებში. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთში შიგნით ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს. ანუ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ საშველი იმაში დანახვა, რომ ახლა ჩვენ რუსეთს მივეკედლებით და ჰარიკა აქ ავშენდებით, ავყავდებით. ეს არის აბსოლუტური სიცრუე, ბილად რო ვთქვა, თუ არა შეგნებული მოტყუება მოსახლეობის. კონსერვატიზმი კარგია, რაღაცა ვთქვი, მაგრამ მხოლოდ კონსერვატიზმით ქვეყანა ფონს ვერ გავა. ქვეყანას სჭირდება სამომავლო ცხოვრების პერსპექტივის გზა, რომლითაც უნდა იაროს ქვეყანა, რათა გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს და როგორც მინიმუმ თავი გადაერჩინოს. აი ამ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში და იმ მდგომარეობაში, რასაც დღეს მსოფლიოა ჩავარდნილი და ჩვენც რა თქმა უნდა ამ მსოფლიოს განმოყოფელი ნაწილი და შემადგენელი ნაწილი ვართ. ხო, თუ ამ თემაზე გააკიდეთ ახლა რამე სათქმელი თუ რაცაც მიტყვი რო სიტყვას კი ბატონო ის რამდენადაც ჩვენი მსმენელისგან შემოვიდა ასეთი კითხვა გოგახსენეთ რომ ჩვენ საწყისში ვახსენეთ მოვლენა ანუ ახლა ამ თემას ვეხებით საკითხი წყდება პოლიტიკურად ბუნებრივია ესე იგი სხვანაირად ჩვენ ამ მოვლენის აღიარების გარეშე ჩვენ არ მოგცემს უფლებას დღეს დადგენილი წესებით არც ამერიკა და არც რუსეთი ასევე არსებული პოლიტიკური, ფინანსო-ეკონომიკური ამ უფლებებიდან ამოვარდნას, სისტემებიდან ამოვარდნის უფლებას. ეს საკითხი ნებისმიერი საკითხი წყება წმენით წების საკითხი. თუ არ დაუდეთ და რა თქმა უნდა ეროვნული თანხმობით და ჩვენი ეროვნული თანხმობის დარბაზის მიზანი სწორედ ეს გახდა თუ გამოიყენოთ ეს საბუთი და ამ საბუთის მნიშვნელობა რაც არის. და სხვა სიტყვებითაც რო ვთქვათ, ისტორიულად ჩვენი ტერიტორია ისეთ გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს სამხრეთ და სხვა თვალსაზრისით რომ ყოველთვის ხიბლავდა იმ ოშურნე თვალით იყურებდა ყველა ეს იმპერიები ჩვენსკი. აღარ ლაპარაკობ ჩვენ ბუნებრივ კლიმატებზე, იმ პირობებზე, რაზეც აქ და სწორედაც გავიხსენოთ ის გამონათქვამები, რომ საქართველოს ქართველების დღეს მიმდინარეობს ეს პროცესი. აღარ ლაპარაკობ იმ შეხსენება ჩვენ მაყურებლისთვის რომ მსმენელებისთვის რომ საქართველოს ჩვენ ახსენეთ მეგობრებო რომ იმ საიდუმლო ხელშეკრულებებით უკვე გაყიდულია ებრაელი, რუსი, სომეხი რა მნიშვნელობა აქვს იმ თალმუდი მასონების მიერ ფული გადახდილია მიმდინარეობს ეს პროცესი გავიხედოთ ჩვენს პირი, ჩვენს გარშემო ტექნიკური გადაფორმების პროცესი. აი რაც ხდება ჩვენს თავს დღეს. და სწორედ ამ საბუთის მნიშვნელობა აი დროში იწევს ეს საბუთი გამოიყენოთ ქართულმა ეს იქნება ჩვენი ამ მდგომარეობიდან არა მარტო ანუ ეს მარტო ზნეობრივი აქტი კი არა ეს პოლიტიკური აქტი ეს არის ჩვენი ამ თავდაცვის საშუალება და შემდგომ ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებას და მთავარი ბოლოს რა შეიძლება ითქვას რომ თუ შევძელით ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა იცოდეს მომავალში იმ ხელისუფლებაში მაძიებელმა რომ ახალი სისტემის პირობებში საკითხი ასე დაისმევ რომ პური მეპურემ უნდა აცხოს რომ ქვეყანა არა დასანგრევა და გასაცած, არამედ ასაშენებლად და საპატრონოდ. აი ეს მინუტა მეთქვა ჯიომებრ. მე არ ვიცით რომ რამდენად გვაქვს კიდე ერთ კიონერ საკითხს მინდა ორი სიტყვით შევეხო. აქვს რამდენი წუთი. მუდმივად ხდება ისეთი პირობები შექმნა რომ ქვეყანა რამენაირად დაიცალოს ქართველებისგან და განთავისუფლდეს ადგილი უცხოელების ეს პარალელური პროცესია. ერთის მხრივ ქართველობა გაედინება და მეორე მხრივ უცხოელები შემოდიან და იკავებენ ადგილს იმ ფონზე რომ საქართველოს იცლება ჩვენი დემოგრაფიული პრობლემები დღითი დღე მწვავდება ნებისმიერ ქალაქში ჩახვალთ და ნახავთ რომ შენებლობების ტემპები ყოველდღიურად მატულობს და ეს მრავალსართულიანი კორპუსები სოკოები ვრალდება ეს ვისთვის არის გათვლილი და გათვალისწინებული თავისთავად მიხვდება ადამიანი იმ ფონზე როდესაც გამოკეტილია უამრავი
სადარბაზო არ არის, რომ რამოდენიმე ბინა არ იყოს დაკეტილი და სოფელში უბანი არ არის, რომ რამოდენიმე ქუჩის კარები ჩაკეტილ მდგომარეობაში არ იყოს და დაცლილი არ იყოს მოსახლეობა. გადის, გაედინება ქვეყნიდან და დრო და დრო არის ხოლმე უფრო დამაჩქარებელი პროცესი შემოაქვთ რაღაც ისეთი პირობები, რომელიც კიდევ უფრო აჩქარებს მოსახლეობის გადინებას აქედან გვახსოვს ჩვენ გერმანიაში როგორ დაპატიჟეს ჩვენი მოსახლეობა სამუშაოდ. ახლა უკვე ისრაელიდან გვაქვს შემოხმიანება, თითქოს ისედაც არ გადიოდნენ ქართველები დიდი რაოდენობით, არ იცლებოდეს ქვეყანა 100,000 სამუშაო ადგილს პირდებიან. გასაგებია ახლა იქ გადავლილი ომის შემდეგ ბევრი რამ აღსადგენია, ასაშენებელია. იაფი მუშახელი არავის არ აწყენს და ქართველები ერთ-ერთ აი ამ მონაიაფ მუშახელად ვართ მიჩნეული დანარჩენი ქვეყნებისთვის, რომლებიც აქედან ელოდებიან იმ ნაკადების ჩასვლას და იმ სამსახურებში გასაქმებას, სადაც იმ ანაზღაურების საფუძველზე და იმ ანაზღაურების შესაბამის თანხაზე არ იმუშავებს ადგილობრივი იქაური მოსახლეობა. და აქედან ყველაზე მძიმე სამუშაოზე, ყველაზე უფრო ისეთ სამუშაოზე, რომელსაც დაუშვათ იქ ადგილობრივი ალბათ იმ შესაბამის თანხის საფუძველზე არ მოკიდებდა ხელს, ხდება ჩვენი მოსახლეობის იქ გადაკაჩვა. კი, ამას ორი რამე აკეთებს. ერთი თვითონ კაპიტალიზმი ესეთი სისტემა არის, ფორმაცია. ესე იგი, ადგილობრივი კაპიტალისტი მეწარმე სარგებლობს იმით, რომ ჩასული ადამიანი მით უმეტეს თუ ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში არის, თავისთავად ნახევარფასად ემუშავება, ესე იგი, წარმოებული პროდუქცია იაფი უჯდება, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, ევროპა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და მატება აღარ აქვს, მოსახლეობა უბერდება, ამიტომ შრომითი რესურსები აღარ გააჩნია და შრომითი რესურსების შევსება ხდება და ისევ კაპიტალისტი ფულიანისთვის ეს კარგი პროცესია, მე რა აღარ იქნება და ხვალ ფრანგი აღარ იქნება. რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თავარია რომ ფეხბურთის გუნდი შევსებული გას, თავარია რომ საწარმოოში უხენია და იაფი უჯდება მათი მომსახურება და მათი ხელფასების გასტუმრება და ასე შემდეგ. ამასთან ერთად აქვე მუშაობს მასონური გეგმისათვის საჭირო პროგრამა და პროექტი, კაპიტალისტური ამ ასიმეტრიული გადანაწილებით გაღატაკებული მასები, კოლონიები, პოსტკოლონიურ მდგომარეობაში ყოფილი ქვეყნებიდან გაღატაკებული მასები უნდა შეუსიო შედარებით წელში გამართულ ეროვნულ სახელმწიფოებს, ეროვნულ ქვეყნებს, მოხდეს აღრევა, გადაგვარება და მე უკვე იოლია ეროვნული ცნობიერების წაშლა, ეროვნული ყოფიერებისა და ცნობიერების წაშლა ეს ერთდროულად კომპლექსშია ერთმანეთს ჩალაგებული. და მას ქვია გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების განუხრელი პრიმატი, თავისუფალი ბაზარი, ეგრეთ წოდებული აი ამ სიტყვის თავისუფლება, ზნეობრივი არტახებისგან განთავისუფლება, კაცის ქალად გადაკეთება და ასე შემდეგ. ეს არის მყარი იდეოლოგიური მოცემულობა, რომელიც ამკვიდრებს იმდაბარ მდგომარეობას, რამაც უნდა წაშალოს საზღვარი, გააქროს ელი, გააქროს წმენა და ახალი ჰიბრიდი უნდა ჩამოაყალიბონ ახალი სოფლიო დიქტატორ მეფე-ჭყალებში და იმპერატორი უწოდოთ. ხო, აი ეს გეგმები ესეთია და ამის საპირისპიროდ ჩვენ დღეისათვის გაგვაჩნია ერთადერთი იურიდიული ღია, ძალიან აშკარა თანამედროვე დემოკრატიისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი უმაღლესი დოკუმენტი და ამისი არ გამოყენება და ურის წაყროება არ გვაპატიებს უკვე მომავალი და დანაშაულია. ნუ როგორ ავთქვათ, არის თუ არა დანაშაული. ეს უნდა გამოვიყენოთ. ახლა რაც შეეხება კონსერვატული მოძრაობას და არა მარტო კონსერვატული მოძრაობას, აი მასმედიის ნაწილს, რასაც ნაწილობრივი ხელისუფლებაც უდგა სათავეში უკვე რა, კონსერვატიული მიმართულებას უდგა. კი, ვიწყებთ და მიმდინარეობს იმ ჩამოყალიბებული მომაკვდინებელი შტამპების საწინააღმდეგო აზრებით შემოაქვთ. ნელ-ნელა შემოაქვთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, კარგ საქმეს ვაკეთებთ.
როცა ვიხსენებთ, რომ ენა მამულის არწმუნება, როდესაც ვცდილობთ, რომ დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ადათის შეუცვლელი ფუნდამენტების ატომივით განუყოფელი, რაც უნდა იყოს, რაც თითოეულს თავისი გააჩნია ფუნდამენტი. ის რომ არ უნდა დაირღვას ეს და ამ მოწოდებით გამოდივართ, კარგია, მაგრამ არასაკმარისია. ჩვენ ის უნდა გავაცნობიეროთ, ეხლა ამაში გვაქვს ერთგვარი გაჭირება, რომ მაშინ ფორმაციული რანგის ცვლილებაზე უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ეს წყობა, ეს ფორმაცია სწორედ ეროვნული სულის საწინააღმდეგოა, სწორედ მართლმადიდებლური ცნობიერების საწინააღმდეგოა. თვით ეს ფორმაცია ამდაგვარი. და ეს ფორმაცია რომ შეცვალოთ ახლისკენ წახვიდე, ამისთვის მომავლის პროგრამაა მოცული და რაც თავარია იურიდიული გაგვაჩნია. და მოკვდა და აღარ არის და სხვა აზრი შეეცვალა და ეგ რაღაც გვინდა და რა საჭიროა ეს ხალხი არის თვალის არიდების მეთოდი, მეტი არაფერი. იგნორირების ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ. არსებული სისტემა ეყნობა სამ ძირითად რამეს. ეს არის საბაზრო ეკონომიკა. აი ბაზარია, იყიდება, მათ შორის ეროვნული კუთვნილება, ეროვნული სიმდიდრე და ყიდულობს ის, ვისაც ფული აქვს. რა თქმა უნდა. და არსებული დღეს ამ სისტემაში ინფორმაციაში მოქმედი კანონებით აბსოლუტურად მართალია ეს ადამიანი. იყიდებოდა, მოვიდა იყიდა, რას ერთში. მეორე მევახშური საბანკო სისტემა. აი ამ საბანკო სისტემით მოხდა ქვეყნის გაყოლება, გაძარცვა, ჩვენი მოსახლეობის გაძარცვა და გაბოგანოება. რამაც ხელი შეუწყო ერთ-ერთი განმაპირობებელიც იყო, რომ ქვეყანა დაზუსტებულიყო დაიცალა. ჩემოჯემალი, აი შორს რო აღარ წავიდეთ რა. ეგ ამბები უკვე მომხდარია, გაბოგანოებულისა და გაყრილებიც ქვეყნის გარეთ. ახლა უყურე. მოსალოდნელი ევროკავშირმა გამოყაროს ეს ჩვენი ხალხი, იმიტომ რომ შესაბამისი პოლიტიკური კურსის ძალა მოიყვანოს, ამათი პოლიტიკური კურსი მათთვის მიუღებელია. მაგრამ აქ რო არ მოტრიალდეს ქართველი და სხვანაირად რო არ დავტრიალდეთ ჩვენ, მაშინვე გამოუძებნეს უკვე 800,000 ქართველს უკვე იქელოდებიან სამხრეთში. ესე იგი, ოღონდ სამშობლოში არ დაბრუნდეს. იმიტომ რომ უკვე ქართველია პრობლემა, როგორც აჩვენს. საქართველოში ქართველი არ ჭირდება. ქართველი არ ჭირდება. ამ ფორმაციას არ ჭირდება და აქ ისმება კითხვა, რომ ვინა ჩვენ ვინა ვართ. ჩვენ რა ხალხი ვართ? ან ხელისუფლებაში, ან ხელისუფლების გარეთ, ან კონსერვატორებში, ან არაკონსერვატორებში. იმიტომ რომ ხედავთ რომ ქართველი არ ჭირდებათ. ესე იგი, თუ უკან დააბრუნებს იმ ქართველს, თუ წელში გამართული ქვეყანა ხარ, ასეთი ეკონომიკური ზრდა გაქვს, იქ რატოა წასული? გარეთ რაც არის. ახლა თუ ის უკან აბრუნებს, რაცო ექსკურსიებზე კი არ დადიან ჩვენები. თავის გადასარჩენად ოჯახების შესანახად წლები უკვე გასული ეს ხალხი და ნაწილი უკვე იქაა ჩარჩენილი. გავითქვიფეთ, ვიკარგებით. ოღონდ აქ არ მოbrunდე და მაშინვე წამოვიდა განაცხადი 100,000 ქართველს იქ ელოდებიან. გადავნისამართეთ ახლა სამხრეთში. იქ. ოღონდ აქ არ მოვიდეთ. რატო? იმიტომ რომ ვიყიდე და ჩემია. ხო? თურმე 10,000-ზე მეტი ბინა და საცხოვრებელი ფარგლი უკვე შეძენილია. მათ აქვს ბიზნესი. და თუ უკან მოფუმრება ქართველი თავისი იწიწი ისე ყველა წლი. ის თავისას მოიწონს. თავისას ამიტომ ქართველი აქ არ უნდა მოbrunდეს და ამიტომ აქ კითხვა ვინა ვარ? ჩვენ ვინა? რას არ მოაქვს? მართლა პატრიოტები ვართ? მაშინ მართლა პატრიოტები თუ ვართ? რა დოკუმენტიც ახლა ზურა წაიკითხე და შევახსენეთ. ამასთან 1%-ით მაინც მიახლოებული რაღაც ამდაგვარი დოკუმენტი რომც გაგვაჩნდეს, უახლოეს ისტორიაში. თუ მართლა პატრიოტები ვართ, უნდა ვებღაუჭებოდეთ. ამას უნდა ვიყენებდეთ, რომ იცი რა არის. სინამდვილეში ერს სხვა განწყობა ქონდეს, სხვა რამისთვის, სხვა რამაზე მოუწერია ხელი. ეს საარჩევნო კამპანიებით მოხდა გაბიტურება, მოტყუება, არავის პირდაპირ არ უთქვია, პირდაპირ არ აუხსნია, რომ გავასხვისებთ ქვეყანას და უცხოელი გახდება ბატონ პატრონი და
შეგვაცდინეს და ვიქ მოსყიდვა იყოს და აი ჩვენი ნამდვილი არჩევანი რა იყო და მოდი ეს გამოვიყენოთ ხალხო 1%-აც მიახლოებით ახლო რო იდგეს იმ დოკუმენტსაც კი უნდა ვებღავუჭებოდეთ თუ მართლა ეროვნულები ვართ. უნდა ვიყოთ. ერთის მხრივ არც უნდა გვიკვირდეს, იმიტომ რომ ლაზარე ყარს ესია. და ეს მდგომარეობა გაგვაჩნიეს. იგი ღირებულებები ერთმანეთში გვაქვს არეული და დაულაგებელი თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი დიდი დუღილი მიდის, აი ქაფი, გაზილი ერთმანეთში არეული. ხო, აი ამ აზრობრივი ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ ახალი სიტყვა, ახალი გზა, მოცემულობაც, იმიტომ რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ამ აზრობრივი ჩიხიდან, რომ გამოვიყვანოთ ერთმანეთი და დავანახოთ ის ძირითადი უკვე გაყვანილი გზა, ეს ფაქტიურად ეს დოკუმენტი გზის გამყვალავე, გზა გაყვანილია. დანარჩენი დოკუმენტები დამოუკიდებლობის დეკლარაცია ვთქვა და შენი დამოუკიდებლობის დაყრდნობა და უშუალოდ 70 წლის მიღებული კონსტიტუციაზე ეს კარგი აუცილებელი ელემენტებია, მაგრამ ამ საკითხში უკვე ვეღარ გშველის. ის რაც შემდგომ პერიოდებში დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ რაც მოხდა, რა პროცესშიც გავებით და ჩავებით და რაც განვითარდა, ხო? ხელჩასაჭიდი არაფერი არ ჩაგვთვის დიახ. აი ხელჩასაჭიდი ეს არის, ეს დოკუმენტი. კახა ეს ორ სიტყვას ვიტყოდი მოგებრო. რო არა ეს საბუთი იურიდიულადაც ვეცში და ვერც გაეთაც ვერ დაველაპარაკებ. ჩვენ იურიდიულად საკუთრების უფლება ჩამორთმეულება. ჩვენ ახსენეთ, ვინც იყიდა იმისია. სამართლებრივად ის მართალია. შენ უპირისპირებ რას? უპირისპირებ, კი იყიდე შენია, მაგრამ ეს ამ ფორმაციაში. მაგრამ ეს ფორმაცია, ეს სამართლებრივი სტრუქტურა, რაც სოფლიოში არის, ეს ხვამობს, რომ ერის უმრავლესობა ხელისუფლების წყარო და ერის უმრავლესობა ირჩევს თავისი მომავალი განვითარების გზას. აგერ ერის უმრავლესობის ნებელობა გამოხატულია ხელმოწერით და ერის უმრავლესობამ სხვა ფორმაციული მიმართულება აირჩია, სადაც ეროვნული საკუთრება შემოდის და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ აი ამ მდგომარეობას, რაშიც ის მართალია, ჩვენ უპირისპირებ უფრო დიდ სამართლებრივ მექანიზმს, ბაზას. ეგ ერთი მხარე და მეორე მხარე. კი ბატონო, იყიდე, მაგრამ ვისგან იყიდე? იმ დიქტატორული ხელისუფლებისგან იყიდე, იმან მოყიდა, რომელიც უკვე კანონგარეშე იყო გამოცხადებული იმ ყრილობის გამო, იმიტომ რომ ის თავისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილა. იყო კანონგარეშე გამოცხადებული. ეს საბუთები მიწვდილი იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა ქვეყანას საელჩოებს გადაეცა თავის დროზე. ამდენად ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად შეუძლებელი და ინფორმირებული იყო მსოფლიო საზოგადოება მის შესახებ რა ხდებოდა საქართველოში რა ჩატარდა. და შენ მოხვედი და ამის მიუხედავად ერის უმრავლესობის ნებას იგნორი გაუკეთე და არაკანონიერ დიქტატორულ ხელისუფლებასთან დადე ხელშეკრულება და გადაიხადე ფული, რომელიც ბიუჯეტში როგორ შევიდა და როგორ გავიდა იქიდან ვერც ვერავინ ვერ გააკონტროლა, ვის ჯიბებში წავიდა. აი ეს მეორე საკითხია. წერან ვერ დავამთავრე მე. მეორე მევახშვილი საბანკო სისტემა და მესამე ლიბერალური იდეოლოგია. აი იმ იდეოლოგიაზე დგას არსებული სისტემა. ჩვენ გვახსოვს, რომ აი ეს მართლა გულანთებული ვაჟკაცი ბიჭები, რომელიც წინ ედგნენ და არ მისცეს საშუალებას ასე ვთქვათ, ბინძური ორგია, რასაც აღლუმი ქვია ჩატარებულიყო და იქ რაღაც LGBT დროშები დაწვეს და რაღაცა, დღესაც კი იხდიან ციხეში არის. და სასჯელს იხდიან. არსებული კანონით ესია, ის დამნაშავეა, იმიტომ რომ არსებული კანონები ყველას აძლევს გამოხატვის უფლებას. და ამ კანონით შენ ხარ მტყუანი. ის არის მართალი, მას უფლება ჰქონდა თავის გამოხატვის უფლება მიცემული და თავის შეხედულებისამებრ აღლუმი ჩაეტარებინა თუ რა ვიცი, საჯარო სივრცეში გამოსულიყო და თავისი ნება გამოეხატა. და შენ არ მიეცი ამის საშუალება, დროშა დაუწვი, ფიზიკურად დაუპირისპირდი. შენ ხარ დამნაშავე. ანუ ამით იმისი თქმა მინდა, რომ თუ არსებული ფორმაციას მიუყვებით და მის შეცვლაზე არ თანხმდებით, მაშინ არსებული სისტემა ესეთია. ეს სისტემა მუშაობს ყველა ქვეყანაში, მარტო ჩვენთან ხო არ არის ეს. ყველა ქვეყანაში არსებული კანონებით ხდება ცხოვრების წარმართვა.
მაშინ თუ ეთანხმები ამ ფორმაციას და მის წინააღმდეგ არ გამოდიხარ, მის შესაძლებლად ამ შეთანხმებაში არ მოდიხარ, ამ ერთობაში არ მოდიხარ, რომ გავერთიანოთ ქართველები და ერთად შევწყვეტოთ ეს არსებული სისტემა, მაშინ არსებული სისტემით აი ეს მონაცემებია. რომ მათ აქვთ უფლება და ყოველწლიურად კომბლებით და იმით დევნა რომ არ ჩაატარო და იმ უნდა ჩავატარო და ეს ჯიჯგილაობა შედეგის მომტანი არ არის. ამას ჯობია ქვეყანაში იყოს სისტემა, სადაც მოქმედი კანონები და სამართალდამცავი ორგანოები დაიცავენ არა იმათ უფლებებს, რომ გამოვიდნენ და ესე ღიად პროპაგანდა გაციონ გარყვნილებს. ნუ სადაც არიან, როგორც არიან, იყვნენ, მათ არც ახალ სისტემაში არ შეეხება ვიღაცა და მათ ფეხებით არავინ არ ჩამოკიდებას არავინ არ აპირებს. მაგრამ გარყვნილების პროპაგანდა იქნება აკრძალული და კანონი უკვე დასჯის არა აი ამ გულანთებული ბიჭების მაგვარ ახალგაზრდებს, არამედ დასჯის იმათ, ვინც მომავალ თაობებს აი ამ გარყვნილების პროპაგანდას გაუწევს. და ქვეყანა სახელმწიფოებრივად იქნება ეს საკითხი მოგვარებული და აღარ გახდება საჭირო ყოველწლიურად კომბლებით დევნა. ყოველწლიურად რაღაცა დიდი ღონისძიებების ჩატარება, რომ რამენაირად გადავფარო და არ მივცეთ საშუალება, რომ საქართველოშიც ის ჩაატანო, რასაც სხვა ქვეყნებში და სხვა ქალაქებში ატარებენ. მე მგონი ეს ძნელი გასაგები არ უნდა იყოს. თუ სიტყვას დავამატებდი ჩემო ჯება, მადლობა. წარსულის გამოცდილება ჩემო მწმენელებო და მაყურებელო იმიტომ უჭირდება, რომ მომავლის ორიენტირებული განსაზღვროთ. ესე იგი, ხელისუფლების შეცვლა რაღაც სამართლების საკითხებზე საუბრობთ, ჩვენი თვითმიზანარი ეს თვითონაც მოხდება. Tegano ვახსენდა კვლავ გავიბოდოთ ჩვენი შინაარსობრივად აი სწორედ მაღალ საფეხურს ასვლა იმას ნიშნავს რომ ფორმაციულად უნდა შევცვალოთ ეს არსებული სისტემა რაც აქ გუპავს და ამ მდგომარეობაში ვაყენებს თუ ეს უკვე გავიარეთ ხელისუფლების მექანიკური შეცვლა რაც უკვე ეს უკვე გავიხსენოთ ლოზუნგები საქართველოს შევარდნაძის გარეშე შემდგომ საქართველოს სააკაშვილი ეხლა ამაცე ანუ ხელისუფლების მექანიკური სასურველ შედეგს ვერ მოგცემს რაც გუპავს ეს არის არსებული სისტემა თავის ამ კანონებით და აი ეს რო შევცვალოთ კიდე ეს სამართლებრივი საბუთიკოდ მოდი გამოიყენოთ და ნუ შევითათ ეს ამ საკითხების სამართლებრივ საკითხებში. გონი დასრულების დროა? ძალიან რა გამიგდეს როგორც წინა გადაცემაში მოხდა ისე გავაკეთეთ საუბარში რომ ძალიან დიდი ჩანაწერი გამოვიდა. მადლობა მოუხადოთ ჩვენს ყურადღებისთვის და დავამშვიდობოთ გემშვიდობებით ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის.